მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგ ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. ჩვენს დღევანდელ ეპიზოდში სტუმარი იქნება ადამიანი, რომელიც პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის მინდვრებიდან მოხსენით და GeoTeam-ის ვიდეოში გადმოინაცვლა. ირაკლი აზაროვი არის ჩვენთან ერთად. ირაკლი, როგორ ხარ? პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა, რომ ესეთ გადატვირთულ გრაფიკში დაგვითმეთ რო და დავიწყოთ 2024 წლის შეჯამებით ჩვენთვის როგორი გამოვიდა 2024 წელი. მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მივესალმები შენს მაყურებელს. 2024 წელი რო შევაფასოთ, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი წელი იყო. რაც 21 წლამდელებმა გავაკეთეთ, ეროვნულმა ნაკრებმაც თავიდან კარგად ვთქვათ რაღაცა ბოლოს ცოტა ვერა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ყველაფერი, ნელ-ნელა თავის დროზე ყველაფერი კარგად იქნება და რაც შეეხება ჩემს პირად 2024 წელს, ძალიან კარგად ჩაიარა. და ვიმედოვნებ, რომ ეს 2025 წელიც ძალიან კარგად დაიწყება და ძალიან კარგად დამთავრდება. წლის საუკეთესო დასასრული ქონდა 2024-ში. სპორტული კუთხით ჯერ ნოემბერში ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იზეიმეთ და შემდეგ გახდი მამა, ალბათ შენი ცხოვრების ყველაზე მაგარი მომენტი. რა შეცვალა ამან შენს ცხოვრებაში? აი მაგალითად უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ, აი როგორ შეიცვალა შენთვის ყოველდღიურობა, რასაც ვთქვათ მანამდე არაკეთებდი და რასაც ვთქვათ დღეს აკეთებ. სხვადასხვა ძირითადად არაფერი არ შეცვლილა, რომ ვთქვათ. ჯერ მაინც უფრო გააზრების პირას ვარ რა, ეხლა ჯერ მაინც ერთი თვეა, რაც მამა გავხდი და მეგრევე თითქმის ერთი კვირის შემდეგ ზბორზე მომიწია რა, წამოსვლა და სხვათა შორის ჩემთვის ასე ვთქვათ ჯერ ვერ შევაიგუე როგორ რანაირად და მივუდგე ამ ყველაფერს, ჩემი მეუღლე ასე ვთქვათ უკვე რო ჩამოვედი, გუშინ ჩამოვედი და ძალიან კარგად ყველაფერი მიეჩვია უკვე თავის რეჟიმს, ამ ბავშვის რეჟიმს მიეჩვია და მეც ნელა ვეგუები ამ რეჟიმს. ძალიან რთულია, მაგრამ რას ვიზავთ? ასეთია მამობის ცხოვრება. მამის სტატუსი შენი აზრით ასერიოზულებს ადამიანს? ჩემი აზრით კი. ჩემი აზრით ასერიოზულებს. შენ დასერიოზული ამათში ჯერ. ცდილობ რომ დასერიოზულდება რა იქნებ. თავისითაც წამოვიდეს, არ ვიცი რა, ინდივიდუალურია, ზოგისთვის შეიძლება დასერიოზულებაც იყოს, ზოგისთვის შეიძლება არა რა. ჩემ პირად შეეხება, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით დიდად არაფერი არ შეცვლა რა, რაც ვიყავი, თითქმის იგივე დავჭი რა. ირაკლი 2025 წელი შენთვის კარგად დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის ორივე მატჩი მიიღე მონაწილეობა, რაც წელს იყო. როგორ ვფიქრობ, აი სასტარტო შემადგენლობა შენი ყოფნა წლის სტარტზე შეკრებაზე კარგად წარმოჩენილმა შეხვედრებმა განაპირობა? თუ გათამაშოთ ლაპარაკე და მაშინ რო არ თამაშობთ, ეხლა რო გათამაშა, რა იყო მიზეზი შენი აზრით? არ ვიცი, პირადად სიმართლე რო გითხრა, არ ვიცი რა მიზეზი იყო, რის გამო არ მომიწია თქვა თამაში. მაგრამ ყველაფერი მაინც მწვენეზე გადასაწყვეტია, პატივცემ მის გადაწყვეტილებას. ველოდებოდი ჩემს შანსს, ვფიქრობ მივიღე, დავიმსახურე თამაში, ეს ორი თამაში რო დამიწყო სასტარტოში. პირველი თამაში ბრესტთან ძალიან კარგად გამოგვივიდა მთლიანად გუნდს, რო ვთქვათ, ძალიან კარგი პერფორმანსი ჩავატარე და 2-0-ით მოვიგეთ. აი დორტმუნდთან რაც შეეხება, უფრო აი იცი როგორი სიტუაცია იყო, 82,000 გულშემატკივრის წინაშე, ჩვენთვის ძალიან ძნელი იყო მაინც ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თითქმის ხალხის გარეშე ვთამაშობთ რა უკრაინაშიც და ასე ვთქვათ, შეიძლება ზოგისთვის მოულოდნელი იყო ეს ატმოსფერო და ზოგისთვის შეიძლება სანერვიულოც ყოფილიყო და რა თავიდან თითქმის ესე ვთქვათ, კარგად დავიწყეთ თამაში. მერე ჩვენი შეცდომიდან გამომდინარე მივიღეთ ძალიან დასანანი 2 გოლი. ვცდილობდით რომ შემოგვეტრიალებინა, მეორე ტაიმის დასაწყისში ეგრევე თითქმის 59 წუთზე გავიტანეთ გოლი, მეკარიშიც და კობელი და ასე ვთქვათ, მეორე ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ, რა უტევდით კიდევაც დაალაგებული თამაში გქონდა და ასე ვთქვათ, მომენტებიც გავუმაზეთ, რომელიც უნდა გამოგვიყენებინა და შეიძლება სასიკეთოდაც შემოტრიალებულიყო ეს თამაში ჩვენთვის, მაგრამ იყო სტადიონი. ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო, აი ეს ყვითელი კედელი, აი მე სასწაული იყო, აი მონატრებულზე მაინც გაასწორა რა, აი ყველაფერმა და რავი მაინც ახლა ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან ცოტა ის ქონდა რა ქვია რა, შანსი გასვლის რა, მაგრამ მაინც ჩემპიონთა ლიგის დონეზე რო თამაშობ გუნდი, ყველაფერი უნდა გააკეთო რა. რაც იყო რა. შევეცდებით ეს წელი ჩვენთვის სასიკეთო იყოს, მოვიგოთ ჩემპიონატი და ისევ ვითამაშოთ რა ჩემპიონთა ლიგაზე.
2024 წლის დასაწყისი იყო შენთვის კარგი. მეორე წრის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდი ჩემპიონატში, თუმცა ახალი სეზონის პირველი ნახევარი, როგორც მეორე წრე იყო წინა სეზონის, კარგი, ასევე იყო ძალიან ცუდი, იმიტომ რომ თითქმის საერთოდ არ გითამაშია. როგორ ფიქრობ, აი ზაფხულის შემდეგ რა შეიცვალა? აი მაგას ვიძახი რასავა, მართლა არ ვიცი რა შეიცვალა, რის გამო გუნდშიც ვილაპარაკე მაგ თემაზე. დიდათ ანუ დამადასტურებელი საბუთი ვერ მივიღე, რატო არის, ანუ რატო არ მიწევდა. ხო რა, აი ველაპარაკე რა გუნდის წარმომადგენლებსაც და არ ვიცი რა გადაწყვეტილება იყო, თავისი გადაწყვეტილება იყო, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო და მივესალმები მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც ახლა როგორც ფეხბურთელი მეც მიჩნდებოდა კითხვა, რომ რატო აი რა დავაკელი ან რაღაცა, მაგრამ ესეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული და რას ვიზავთ, გუნდია და გუნდს უნდა ვცეთ პატივი და ყველაფერი ესე იყო რა და ვარჯიშობდი ყოველდღიურად, ვცდილობდი რომ დამემტკიცებინა და მეთამაშა, მაგრამ რავი, ესეთი გადაწყვეტილება ქონდათ მიღებული და ნახოთ რა იქნება მომავალში. შენს მოტივაციაზე ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვედ რომ ხო არ იმოქმედა, აი მე რომ გკითხე რა შეიცვალა. რაღაც დონეზე დარწმუნებული იმოქმედებ და შეიძლება რაღაც უხასიათოდ ჩახვედი თავიდან. აი შენი პასუხი მაინტერესებს. სხვათა შორის თავიდან მაინც უკვე დიდი დასვენება უწევდა მაშინ რა და ვფიქრობ რომ არანაირად არ იმოქმედა, ანუ სეზონის დაწყებისთანავე ეს ყველაფერი, ანუ მის პერიოდი გადავაგორე ამ დასვენებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ხარ ძნელი და რთული იყო ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ 2 წლის განმავლობაში რომ ემზადები ამ ყველაფრისთვის და ესედით შანსს გამაზავს ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიხარულო ამბავი და ну რას ვიზამთ ასეთი ფეხბურთელის ცხოვრება ხანდახან არ არის კარგი შენთვის, ხანდახან კარგიც მოდის, მაგრამ ჩემპიონატისთვის და სეზონის დაწყების იმისთვის არაფერი ხო რა, ანუ აზრი არ ქონდა, ვერაფერს ვერ შეცვლილი მაგით, ეხა პირიქით შენ თავს დააკლებდი და მეც ისე მოვიქეცი, რომ ჩემთვის ანუ არაფერი თავი არ დამეზოგა და პირიქით უფრო და უფრო მომემატა, რაც თქვა შეიძლება ის მინუსი ყოფილიყო, რისთვისაც არ გამომიძახეს იმ მომენტში ნაკრებისთვის და რა თქმა უნდა ვემზადებოდი ამ ყველაფერისთვის, რომ ეს თამასა ამიწია რა ჩემთვის. როგორ შეგახსენებთ ჩვენს ვიზუალურ მხარეზე ზრუნავს New Balance, რომელსაც თქვენთვის სპეციალურად 20%-იანი ფაზაკლება აქვს, თუ New Balance-ის საფეხბურთო კოლექციის შეძენის დროს გამოყენებთ პრომოკოდ GEOTEAMS, ნებისმიერ საფეხბურთო კოლექციაზე მიიღებთ 20%-იან ფაზაკლებას. დარწმუნებული ვარ, არ იყო ეს მარტივი დღეები, როცა სია დაიდოდა შენი თავი ევროპის ჩემპიონატისთვის სიაში ვერ წაიკითხე. ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც ეს დღეები გადაგატანიეს და ანუ ვინ გეხმარებოდა ამ დღების გადატანაში? ხო, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა. მარტოც არ ვიყავი და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები, მეუღლე, მშობლები, მეგობრები, ჩემი აგენტი, მამუკაც ყველა გვერდში მედგნენ და ძალიან მარტივად გადავაგორე ეს ყველაფერი რა და თან ახლა რა თქმა უნდა ჩემი გუნდია, ეს ჩვენი ყველას ერთიანი ნაკრებია და გუგლში ვედექი ყველანაირად და მინდოდა რომ ყველაფერი კარგი ყოფილიყო რა მათთვის და საკმაოდ ძალიან მაგარი ჩემპიონატი ჩაატარეს ბიჭებმა და ვფიქრობ რომ შეიძლება კიდევ უფრო წინ და წინ წასულიყავით, ცოტა იღბალი რომ კიდევ ქონოდა შემხარეს რა. შენი ემოციები როგორ იყო აი ევროპის ჩემპიონატის პერიოდში? აუ ძალიან აი ვაფშე სხვაგან ვიყავი, ანუ წარმოიდგინე ხა მე ვაფშე გარეთ ვიყავი და შიგნით რა ემოციები იყო, მე ველაპარაკებოდი ბიჭებს და ეს ყველაფერი კიდევ მეორეჯერ იმას ვქენით რა, მეორედ გავიარეთ ეს ყველაფერი და მე ჩემთვის გარედან ანუ ძალიან დიდი ემოცია განვიცადე, ძალიან გამიხარდა ეს ყველაფერი, რაც ბიჭებმა გააკეთეს. რა თქმა უნდა, ეხა ყველას ეგონა რომ აუთსაიდერი ნაკრები ვიყავით, მაგრამ ყველას ვაჩვენეთ რა არის ჩვენი პატარა საქართველო. სექტემბერში უკვე დავრუნდი ეროვნული ნაკრების განაცხადში. სამწუხარო შტაბის რომელიმე წევრი შენთან ხო არ უსაუბრია, თქვა ცალკე დაბრუნების შემდეგ. იმიტომ რომ შენ გამოტოვე ორი შეკრება ზაფხულის და მარტის. ხო არა, ვისაუბრეთ რა თქმა უნდა, ვილიმაც მესაუბრა მაგ შემთხვევაში და ну მითხრა რაც იყო თქვა რატომაც არ გამომიძახა, ეხა არ ვიტყვი არ დაველაპარაკებ, იმიტომ რომ მწვრთნელის და ფეხბურთელის საუბარი მაინც ეხა ისეთია კონფიდენციალურია და ну რა თქმა უნდა ველაპარაკებ თავმწვრთნელთანაც, დაფხმარე მწვრთნელებთანაც, იაშკასთანაც, ყველასთან ვილაპარაკეთ თითქმის და ყველაფერი ეს გავიარეთ ეს დეტალები და რა თქმა უნდა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ რა მე მუშაობა მარტივად.
ფიცხი ადამიანი ხარ ის ემოციური. და როგორ იღებ თუნდაც ეგ უთამაშებლობას კლუბსა თუ ნაკრებში რა. რა დრო გჭირდება გადასახარშად ყველაფერს თუ ვერ თამაშობ. ხო, თავიდან რა თქმა უნდა ხა ნერვები კი ეშლება ადამიანს, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ყველამ უნდა იცოდეს ეგ რომ ემოციამ შეიძლება ესეთი ცუდი რაღაცეებისკენ გიბიძგოს რომ რაღაცაც ცუდი გააკეთო რა და ასე რომ შეიძლება თავიდან რაღაც ისე ვერ მივიღო, მაგრამ დროთა დრო ძალიან მალე ხარშავ ამ ყველაფერს და ვიღებ რა ამ გადაწყვეტილებას, რაც ჩემ მიმართ არის განკუთვნილი, ასე რომ და ვაგრძელებ ჩოგებებს მუშაობას. დღეები გადის ასაკი გემატება, უფრო მარტივია შენთვის ემოციების მართვა თუ ისე ემოციურ ადამიანად რჩები? ეხა ემოციურ ადამიანად რჩები მგონია მაინც, მაგრამ ეს გადახარშვა მაინც ეს მალე გადახარშვა მაინც მეხმარება რა ამ ყველაფერში და ვიღებ რა ამ გადაწყვეტილებას, რაც კიდევ ერთხელ ჩემ მიმართ არის განზრახული გაკეთებული რა. სხვათა შორის, როცა სანაკრებო სიაიდება და შენ იქ ვერ ხედავთ, ყველაზე მეტი კომენტარი იწერება გულშემატკივრებს, რომ სად არის ირაკლი აზაროვი. აი გულშემატკივრის ამ დამოუკიდებლობას პირად მესჩებში თუ იღებ ხოლმე? კი, ძალიან დიდ მხარდაჭერას გულშემატკივრებისგან და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამისთვის. რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერა მეც ძალიან მაძლიერებს და ყველაფერს გავაკეთებ პირადად მათთვის, რომ უფრო და უფრო ძლიერი ვიყო, უფრო და უფრო გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და ვაჩვენო რა შემიძლია ქართული ფეხბურთისთვის რა. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელია კომპანია აჭარაბეთი, რომელმაც დაგვითმა თავის სათა ოფისი, რომ ირაკლისთან ინტერვიუ ჩაგვეწერა. მადლობა მათ გვერდში დგომისთვის. სექტემბერში უკვე დაბრუნდი 21 წამდე ნაკრებში. სადაც ძალიან ცხელი ოქტომბერი და ნოემბერი იყო. იმაში კოცი იყო იქ ხორვატიაში და ერთად აღნიშნეთ ეს გამარჯვება და რის ხარჯზე, აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო ძლიერი ხორვატია დავამარცხეთ? თუ ჩვენ უფრო ძლიერი ვიყავთ, აი შენ როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ სახში როცა მოვიგეთ 1-0 ეს წითელი ბარათი უფრო კარგად უნდა გამოგვეყენებინა რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი გუნდი იყო, ძალიან მაგარი ახალგაზრდა ფეხბურთელები იყო დაკომპლექტებული, ხო და ჩემი აზრით ეს წითელი ბარათი რომ გამოგვეყენებინა უფრო კარგად პრობლემების გარეშეც გადავაგორებდით მეორე თამაშს რა. 1-0-ით რო ჩადიხარ მაინც ხორვატიაში ძნელია რა, იმიტომ რომ ესეთ მაგარ გუნდს რო ეთამაშები გასვლაზე, თავის მხარდამჭერების ფონზე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი თამაში ჩავატარეთ რა ზოგადად ახალგაზრდა ნაკრებმა, საერთოდ ყველამ ეს ქართული ჯიგარი ჩავდეთ ამ თამაშში და ვფიქრობ ეს იყო ერთადერთი ჩვენი პლუსი, რომ ესე კარგად ჩატარდა რა ეს ჩვენთვის ყველაფერი და ესე კარგად დასრულდა და გავედით რა ჩემპიონატი. რამოსვანძეზე მინდა გკითხო. ფაქტია, რომ მისი ხელმძღვანელობით პირველად ჯგუფი დაუძლიეთ ევროპის ჩემპიონატზე, ახლა უკვე პირველად ისტორიის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავედით. აი პირადი გამოცდილებით რაც გოთა გქონიათ, რითი შეიძლება განსხვავდებოდეს რამოსვანძე სხვა ქართული მწვრთნელებისგან? ძალიან ასე ვთქვათ, ჩემთვის პირადად სვანა არის ძალიან მაგარი ტაქტიკოსი მწვრთნელი რა. იმიტომ რომ ისე კარგად სწავლობს გუნდს და მითითებებს ისე კარგად გადმოცემს ფეხბურთელებზე, რომ ეს ყველაფერი კარგად გვეხმარება და გაანალიზებაში გვეხმარება რა როგორ უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა შევუტიოთ, როგორ უნდა დავიცვათ თავი. ხო რა. სხვათა შორის დიდ დროს არ უთმობთ, მაგრამ ისე კარგად გადმოგცემს ფეხბურთელებს, რომ ვიგებთ რა ეს და ყველა ეს გვეხმარება რა ამ თამაშებში. 17 წამდებლებიდან მოყოლებული მოვდივარ სვანასთან ერთად და მართლა ჩემი აზრით ერთადერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელია რა ჩემი აზრით. ზაფხულში ევროპის ჩემპიონატი გველოდება. წინაზე ჯგუფიდან გავედით, ახლა გვყავს პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთით ვიწყებთ. რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს ქართულ გულშემატკივარს მომდევნო ზაფხულში, მოახლოებულ ზაფხულში? რა თქმა უნდა, მოლოდინი იგივე რჩება, რომ გავიდეთ ჯგუფიდან. რა თქმა უნდა, ეხლა ძნელი იქნება. მაგრამ ვფიქრობ პირველი თამაში აი პოლონეთთან გადაწყვეტავს ბევრ ამისაც 90%-ს გადაწყვეტავს ჩვენ ბეთს გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზე. იმიტომ რომ საფრანგეთის და პორტუგალიაც ძალიან ძლიერი ასაკობრივი ნაკრები ყავს ამ ასაკში ეხლა
და ვფიქრობ, აი პოლონეთის რომ მოუგოთ, მე უკვე თითქმის 90% გვექნება იმის შანსი, რომ პრობლემად გავიდეთ რა შემდეგ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ყველაფერს რაც არ უნდა იყოს, თქვა ღმერთმა არქნას და პოლონეთთანაც რომ თქვა ცუდი შედეგი დაიდოს, შემდეგ მაინც ორი თამაში გვიწევს და ყველაფერს გავაკეთებთ ახლა მაინც საქართველოს ნაკრებია. იძულებულები ვართ რომ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოსთვის, ჩვენი ვალდებულები რა თქმა უნდა, ხო, ჩვენი ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რომ არ შევარცხნოთ და ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ რა თითოეულ თამაშზე. ჩვენი ინტერვიუ ვერ ჩაივლის ხუჩას PSG-ში ტრანსფერზე კითხვის გარეშე. ნუ ამკითხოს იმიტომ ვისო, რომ ვიცი შენ და ხუჩას ურთიერთობა და ვიცით ძალიან ახლო მეგობრები ხართ ბავშვობიდან. და ესეთი ისტორიული მომენტი და ქართულ ფეხბურთში, ქართულ ფეხბურთში 75 მილიონს იხდიან ზამთარში. ანუ ზამთარი და ზაფხულის ფანჯარა რა მაინც განსხვავდება სატრანსფერო. შენი ემოციები მაინტერესებს, თქვათ, ესეთ დიდ გუნდს უერთდება ხუჩა, რო გაგვიზიარო და ხო არ გილაპარაკეთ ამ ბოლო დღეებში ერთმანეთთან. ხო, როგორც აღნიშნე, ბავშვობიდან მოვდივართ, ძალიან კარგად ვიცნობ ხუჩას, ძალიან დიდი გულშემატკივარი, პირველი გულშემატკივარი ვარ ხუჩასი და რა თქმა უნდა, მაქვს კავშირი ყოველდღიური თითქმის. ველაპარაკებოდი მანამდე, სანამ PSG-ში გადავიდო და მე ვფიქრობ, რომ დაჟე უფრო ნაკლები არის ხუჩაში გადახდილი, ვიდრე უნდა გადაეხადათ. ვფიქრობ, ისეთ ფეხბურთელებში იხდიან წელს 100 და 120 მილიონს, ჩოლებად შეიძლება უფრო მეტიც გადაიხადო, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ჩაატარა სერიაში, რომ ანუ ჩემთვის დაჟე თქვათ ხუჩას ხო რა, აი ხუჩას გადასვლა PSG-ში ან დიდ გუნდში კი არა, ჩოვლებივ თავის დონის შეიძლება თავის დაბალ დონის გუნდშიც გადავიდა რა, იმიტომ რომ ისეთი ძლიერია ხუჩა, რომ ყველა გუნდში შეუძლია თავისი მაქსიმუმი აჩვენოს და დაჟე შეიძლება ერთ წელში დაადაბლოს ის ჩემპიონატი, ასე ვთქვათ რა. ხო და როგორც ერთ წელს სერია ხო რა, ეს სერია დახურა მართლა. დაჟე ერთ წელსიც არა და 6 წელში დახურა და ვფიქრობ, რომ მაინც ეს გადასვლა ახალი სისხლი, ახალი ენერგია მიიღო. რა თქმა უნდა, ხა PSG ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგას თამაშობს, იგებს ამ ლიგა 1-ის ლიგა 1-ს და ნუ მაინც ჩემპიონთა ლიგას რო თამაშობ ფეხბურთელი, ვაფშე სხვა დონეა რა. უფრო მეტი შანსი რო გაქვს თან მოგების ჩემპიონთა ლიგის. მინდა მართლა აი გული დასული დიდი წარმატება ვუსურვო და თან ეხა მე-16 არა ჯერ ჯგუფიდან გასულები არიან. ბრესტს შეხვდნენ, ვფიქრობ, რომ ძალიან ნამდვილად მოიგებენ, გავლენ ამ ეტაპს და წარმატებას ვუსურვებ, მინდა რომ მოიგოს როგორც დიდი ხანი იძახდა ამას, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და ჯერა რომ მოიგებს რა. აი მაშ 1-2 წლის წინ ჩემთან ვიდეოში კითხეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება გირჩევნია თუ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად გასვლაო და ჩემპიონთა ლიგის მოგებაო, იმიტომ რომ ვიციო რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალო რა და ანუ არ ჩემპიონატზე გავიდა ხო უკვე. ვლაპარაკოთ, მე ვფიქრობ, რომ წელს თან PSG-ს ახლა ლუის ენრიკე ძალიან მაგარი მწვრთნელია, ჩემი აზრით და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ ფეხბურთს ათამაშებენ რა. ჩემპიონთა ლიგაზე რასაც ვუყურებ, PSG მართლა კარგ ფეხბურთს თამაშობს და თან ისეთი არაპროგნოზირებადი თამაშები მიმდინარეობს წელს ამ ახალი ფორმატიდან გამომდინარე რა ჩემპიონთა ლიგის, ვფიქრობ, რომ აქვს ძალიან დიდი შანსი აქვს PSG-ს, რომ თქვა ჩემპიონთა ლიგის თასი წაიღოს სახში რა და მეც ახლა როგორც ერთ-ერთი გულშემატკივარი ხუჩასი ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ და მინდა რომ აი პირველი ადამიანი ვარ და მინდა რომ მართლა მოიგოს ამ წელსვე ჩემპიონთა ლიგა და წამოიღოს პირველი ტიტული რა. ხმას. შემდეგი კითხვა იქნება თუ შენ მომავალზე შემოდგომაზე, როცა სკამზე იყავი, იწერებოდა რომ შესაძლოა ზამთარში წავიდეს. თუმცა ვხედავთ რომ კლავ შახტართან ერთად ხარ, ჩემპიონთა ლიგის თამაშებიც ითამაშე გუნდთან ერთად. ამ მონაცემებს რაც ვხედავთ მინიმუმ ის რომ სეზონს შახტარში დაამთავრებ, რასაც ახლა ვხედავთ. რა შეიძლება შენ მომავალზე რო გითხრა? სიმართლე გითხრა, დიდად მაინც ჯერ არ ვიცი გადაწყვეტილი არის ჩემი მომავალი ზაფხულამდე დარჩენასთან დაკავშირებით, ანუ ზაფხულამდე რო დავჩენ, აი ეს არ ვიცით. იმიტომ რომ მაინც თებერვლის ბოლომდე არის სატრანსფერო ფანჯარა გახსნილი. ამ მომენტში ხა ჯერ რა თქმა უნდა, შახტართან მაკავშირებს კონტრაქტი, ვარ გუნდში და ყველაფერს ვაკეთებ შახტარისთვის ჯერ ამ მომენტში, მაგრამ თუ რაღაცა იქნება და გუნდები ერთმანეთთან დაკავშირდნენ და მივიდნენ იმას რამდენ რომ შეიძლება თქვა რომ გამიშვან,
არ არის პრობლემა მზად ვიქნები ყოველ შემთხვევაში წასვლასთანაც და დარჩენასთანაც დაკავშირებით მინიმუმ მაინც საფხულამდე ყველა ვარიანტში გუნდში ვიქნები რა, იმიტომ რომ ზამთარი ზაფხული არის ეს ყველაფერი. რაც აი დანამდვილებით ვიცი, ზაფხულში შენი წაყვანა არაერთ გუნდს უნდოდა და ერთ-ერთი ვიცი რომ ნაპოლია, მე ვიცი ძალიან რომ ნაპოლის უნდოდა შენი წაყვანა. და იყო სიქსელტიკი, იყო კიდე სხვა იტალიური გუნდებიც იყვნენ. შენ თუ იცი ამ ამბების შესახებ და თუ გქონდა მამუკას შენთან კომუნიკაცია ამ საკითხზე? კი, რა თქმა უნდა ვიცი, გქონდა მამუკასთან ახლა ჩემი აგენტია ისიც და ჩემი ოჯახის წევრი, ყოველდღიურად მაქვს კავშირი, ყველაფერს აკეთებს თავისი ფეხბურთელებისთვის, რომ ძალიან დიდი ფეხბურთი ათამაშოს. რა თქმა უნდა, ახლა მამუკასთვისაც ერთ-ერთ როგორც ქართველი აგენტი მისთვის ძალიან დიდი წარმატებაა, რომ ანუ ესეთი ფეხბურთელები ყავს ესეთ დიდ გუნდებში რა. და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მართლაც ქართველმა ფეხბურთელმა აი მაქსიმუმს მიაღწიოს თავის კარიერაში, ძალიან დიდ გუნდებში ითამაშონ, ტიტულები მოიგონ, რომელსაც თქვათ ადრე ქართულ ფეხბურთელებს არ აქვთ გაკეთებული და კი, ვიცი ეს ყველაფერი საფხულთან დაკავშირებით, რომ მართლა კარგი წინადადებებიც იყო ნაპოლიდანაც, იყო რამოდენიმე გუნდი, ბოლონიაც იყო, სელტიკიც იყო. მაგრამ ესე გადაწყვიტა გუნდმა, რომ არ გავეშვი მაგ პერიოდში. არ ვიცი, ნახოთ რა ზაფხულამდე, მაინც ყველა ვარიანტში ეხა 3 წელწადნახევარი მაგ კონტრაქტი. კიდე 3 წელწადნახევარი? დიდი დროა, მაგრამ ნახოთ იმედია. თუ რამე კარგი შემოთავაზება იყო გუნდის სასარგებლოთაც, ჩემს სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. კარგი იქნება რა ეს ყველაფერი. რას შეპირდება 2025 წელს ირაკლი აზაროვი ქართულ გულშემატკივარს, შენ ერთ-ერთი ის ფეხბურთელი ხარ, ვისი დიდი იმედიც აქვს და გამადიდებელი შუშით გიყურებენ გულშემატკივრები შენი ტალანტიდან გამომდინარე. რას გვეჭვის ამ მიმდინარე წლისთვის ჩვენ და ქართულ გულშემატკივარს, მე ჩემი გულშემატკივარი ვარ. ირაკლი აზაროვი. ხო, კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ჩვენს გულშემატკივრებს, იმიტომ რომ მართლაც რო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გულშემატკივარი ყავს ფეხბურთის ისტორიაში, იმიტომ რომ ჩვენი ნაკრებებიდან გამომდინარე რა თქვათ შედეგებიც დავდეთ და მინდა რომ მართლაც ისეთი თქვათ დაწაბული წელი გვეღოდება 25-ში რა, როგორც ეროვნულს ასე 21 წლამდელებს, ასაკობრივებს ყველას, რომ ყველამ ეს წარმატება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის მივიტანოთ და ეს სიხარული კიდევ ერთხელ განვიცადოთ რა, იმიტომ რომ მართლაც ცოტა დაძაბული სიტუაცია გვაქვს ახლა საქართველოში და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ გაგვაერთიანებს და ისევ ერთად დაგვაყენებს რა. და მინდა რომ მართლაც წარმატებული წელი იყოს ფეხბურთის ისტორიაშიც, ესე ვთქვათ რა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც იმედია. მადლობა ირაკლი, კიდევ ერთხელ იმის ფონზე, რომ ეხლა მოგირჩა თამაშები პატარა გელოდება სახში და შენ გამონახე დრო რომ ეს ინტერვიუ ჩაგვეწერა, წარმატებებს გისურვებ, შახტარში იქნები, სხვა გუნდში იქნები, თუ სადაც იქნები, იმიტომ რომ საქართველოს წარმოადგენდა. მადლობა ყურებისთვის, იმედია მოგეწონათ ინტერვიუ. გთხოვთ რომ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი უფრო მეტი ვიდეოსთვის, მოიწონოთ ეს ვიდეო და დაწეროთ კომენტარები. რომელ ჩემპიონატში იხილავდით ირაკლი აზაროვს თქვენი სრულით ტოპ 5-დან. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ. კარგად.